არ გახვიდე კაცში, ბლიად. მგონი კი არა, ნამდვილად მიდიან. მიდიან კი არა, მგონი მირბიან. ქართული ხელისუფლების წარმომადგენლები ოკუპანტებმა სენაკის ბაზაზე დილის 11 საათისთვის დაიბარეს. თავად კი 8 საათზე უკვე წასულები იყვნენ. უფრო ზუსტად წასვლას ცდილობდნენ. ამ BMP აფეთქებულებს მე მგონი ჩემი თვალი ეცემათ ხოლმე, სადაც დამინახავენ, იქ უფუშდება თავიანთი ტექნიკა. ახლა კადრში იმ სურათს ხედავთ, რაც ცარიელ ბაზაზე შესულმა პირველმა კამერამ დაინახა. დამეთანხმეთ, რომ კარგს ვერაფერს. თქვენ ახლა ჩემთან ერთად პირველები ხართ, ვინც სენაკის სამხედრო ბაზაზე ფეხი დადგა. არჯერ მენაღმეებიც არ შემოსულან, ამიტომ სიარული ძალიან სახიფათოა. რუსებს რატომღაც ეს ტექნიკა არ დასჭირდათ, თუმცა რაც იპოვეს მთლიანად გამოშიგნეს. აგერ თურქული ლენდროვერები, იგივე ამერიკული სატვირთო ავტომობილი. ისე ამერიკულს რაც შეეხება, ახლა გამახსენდა, რომ მილიარდი ჯერ კიდევ მოდის, ასე რომ აქაურობას ყველაფერი ეშველება. რასაც ველოდით, იმაზე უარესიც არის, ყველაფერი აბსოლუტურად დანგრეული, დალეწილი. ერთადერთი შოვნებები როგორ გადარჩა, ეგ არის კიდე საკითხი, რომ ძალიან სწრაფად გავიდნენ, ის გამოც ვერ მოხერხდა ამ შენობების დანგრევა, რა ჩვენც ველოდით, რომ ალბათ შენობებსაც კი დაანგრევდა. აი და პოლიტიკა, თუ რაც კი არის, ყველაფერი კი წაღებულია, რასაც კი შეეხო რუსის ხელს. ერთადერთი რაც სამხედრო ბაზაზე გადარჩა სამოქალაქო რადარია. რუსებმა იგი მხოლოდ რამდენიმე დღით გააჩერეს. როგორც სენაკის ბაზაზე ფეხის პირველად შემდგმელს, რადარის ჩართვის პატივი მემერგება. ჩაერთო რადარი? ეხლა ნახოთ. ვაკონტროლებ თელ სივრცეს. თელ საქართველოს საჰაერო სივრცეს ვაკონტროლებ. მოდით ნახოთ თვითმფრინავები სად არიან. აბა. აი ესენი? კი, ყველაფერი მოძრაობა. იური ალოიანი ხუთ თანამშრომელთან ერთად კინაღამ რადარ შეეწირა. პირდაპირ მნიშვნელობით. ძევლობიდან ისინი უფროსმა გიორგი კარბელაშვილმა იხსნა. უშუალოდ ეს ტყვეობა თუ მძევლობა რამდენი ხანი გაგრძელდა? 6 დღე. გაჭვენდნენ გასწავლენ. არა, ჩვენ თვითონ ჭამდით, ამათ თვითონ არ ქონდათ, რამოდენიმე დღე თვითონ არ ჭამდნენ. რატო? ეტყობა პრობლემა ქონდათ მომარაგების და დადიოდნენ ეს აქაური ისინი. ჯარისკაცები იქით ჩვენ ბაზაზე, სასადილოში და იქიდან იპარავდნენ საჭმელს. რაც ქონდა დარჩენილი ჩვენებს და ჩვენთან აკეთებდნენ და ჭამდნენ. რას იპარავდნენ რა? ბარკლებს, თევზი. ბევრი ქონდა ჩვენებს. იძახიან ბევრი იყო დარჩენილი. ანუ კარგად დაძღნენ რუსები. დასუქდნენ, ჯანზე მოვიდნენ. სამოქალაქო რადარის აფეთქება ოკუპანტებმა ბოლო მომენტში გადაიფიქრეს. თორემ ასაფეთქებელი მასალა არც თავისი აკლდათ და ჩვენიც მიემატათ. სენაკის ბაზის ანგარებთან ყოფილმა უფროსმა ძმებმა აუფეთქებელი ჭურვები დატოვეს. თუ ამ კადრებს ხედავთ, ესე იგი ყველაფერი კარგად დამთავრდა. ჩვენთვის და არა იმ ერთ ფრენისთვის. ქართული მირვა, როგორც ხედავთ, რუსებმა ანგარშივე ააფეთქეს და დაწვეს. ეს ყველაზე დიდი გასაჭირი, რომელიც დაღუპული ადამიანების გარდა სენაკის ბაზას ადგას. როგორც ხედავთ, მთელი დასაფრენი ზოლი აფეთქებულია 1 2 3 4 5 5 მუხტი აქ არის ჩადებული. დაახლოებით 200 მეტრში აღმოსავლეთისკენ, დაახლოებით 200 მეტრში დასავლეთისკენ, მოკლედ აქ თვითმფრინავი და ვერტფრენდი კიდევ კარგ ხანს ვერ დაждდება. შეგეძლიათ ნახოთ, როგორ იმუშავეს რუსებმა. შნურ ჯეტანირუიში მარკი. და შეგეძლიათ ნახოთ უშუალოდ ეს მავთულიც, რომელიც გააბეს სულ პატარა ჭაბურღილამდე ჩადე შიგნით. ასაფეთქებელი მოწყობილობა გადაატრიალეს და ეგე ჩენი ასაფრენი ზოლი. სენაკის ბაზა, რომელიც ასობით მილიონი დაჯდა ზარალის თვალს ჯერ მხოლოდ იწყებს. თავის დროზე კარგად ყოფილა ნაშენი რაკი დამშეულმა მარადიორებმა თავიანთ აკოთებულ საბჭოთა ყაზარმებს მაინც ვერ დაამსგავსეს. მიზანში ამოღებული საქართველო. გახსოვთ ფრაზა "Мы жили как бомжи". შეხედეთ, ბომჟებმა რამდენი იარაღი წაიღეს, პრაქტიკულად აღარაფერი დატოვეს. გარდა ტუალეტის ქაღალდისა. მე მგონი ამას აღარ ხმარობენ. რუსის ხელი აქაც ეტყობა, უბრალოდ ფეხი. ისე ამას განსაკუთრებული ძალა არ სჭირდებოდა, პრაქტიკულად კარდონის კარია. ეს კი არის ბრიგადის მეთაურის კაბინეტი. კარები შეუმტვრევიათ და დაუტოვებიათ ავტოგრაფი. ის VDV საჰაერო სადესანტო ჯარებიდან. ავეჯი მგონი შენარჩუნებულია. და ყველა საინტერესო რაც არის, რუსებს დაუტოვებიათ 2 მჭიდი.
ამერიკული ავტომატისა M4. მაგრამ შიგნით ჩაუტენიათ კალაშნიკოვის ტყვიები, ვერ გეტყვით რატომ. შვიდი 62-იანი ტყვიები 5 და 56-იან ჭიტში ძალიან ჭიდროდებს და ძალიან ძნელად ამოდის. რუსული სამხედრო დიდების მუზეუმი ქართულ მესანგრეებს ჯერ კიდევ განსანაღმი აქვთ. რას არ ნახავ და სად არ ნახავ. ხეზე მუხას, მანქანაში ნაღმებს. მე საკითხი არ არის, მანქანაში ჩადიოდი. ხუჭა, თუ ქართულ მენაღმებს არ შეშინო. უშიშარი გვაქვს. გატანილია მაცევრები, ტელევიზორები და ასე შემდეგ. აბსოლუტურად ასე ვერ გაიტანეს ყველაფერი გაანადგურეს. ეხლა ვინ იცავს ამ ბრიგადას და ვინ როდი შემოვა პირადი შემადგენლობა? ამ წუთისათვის ბრიგადის ტერიტორიას იცავს სამხედრო პოლიციის სამხედრო ზემოწმენეთის დანაყოფი, აბსოლუტურად ყველა შესასვლელი გამოსასვლელი კონტროლირდება და იმედია ყველაფერი თავიანთ სულ მოკლე ხანებში დაუბრუნდება პირვანდელ სახეს და მტერო გეშინოდით. ეს კი საკონტროლო გამტარი პუნქტი ნომერი 2. მოტეხილი შლაგბაუმით იგი საცხოვრებელ სექტორს ყაზარმებისგან ყოფს. ნიშანმა სტოპ რუსული ტანკი ვერ შეაჩერა. სამაგიეროდ შეაჩერა ქართულმა ბეტონმა. იმდენად რომ მან ეგრეთ წოდებული აქტიური ჯავშნის ფილები ადგილზევე დატოვა. სამწუხაროდ სხვაზიანი ეტყობა არ მიადგა. არა, რუსები მაინც პოეტები არიან, შეხედეთ. ეტყობა სიმბოლურად უნდათ რომ რუსული ჩექმა საქართველოში დარჩენილიყო. დატოვეს კიდეც მესანგრის ბართან ერთად. გახსოვდეთ 9 აპრილი. აბა ვანია Давай мериться. 42, აჰა, 42 ნახევარი. არა, დიდი არაფერი გოლიათი ყოფილა. ეს თები არაფერს დაგვაკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ თავის ფეხს მოსტოვებენ და ქართულით მიდიან სამშობლოსკენ. დაბრუნებულ სენაკის ბაზაზე კარგი ერთი რამაა. ცური ამ ბალახზე ბომჟები აღარ დადიან. ამ ბალახზე სიარული იმედია ძალიან სახიფათო არ არის, რა კი? ზროხები ძოვენ, ზროხა კი ნებისმიერ ნაღმს აფეთქებს. ქვეითა საწინააღმდეგოსაც და ტაგ საწინააღმდეგოსაც. აქ მძიმე ტექნიკასაც უულია, თანაც გონი არაერთს. ეს კი ჩვენ დროშა. გაჭედილია. არ ძევით ადის, არც ქვევით. ეთყობა რუსების ეჯაჯგურნენ და ვერ მოერივნენ, ხერხეს არ აუშვეს. თავარია რომ ჩვენ დროშა ბოლომდე ვერ დაუშვეს. სენაკი ჩვენია.